დღევანდელ სხდომაზე მოხდა დაცვის ხარის მიერ წარმოდგენილი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების, კერძოდ ბალისტიკური და ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევა, ასევე დაკითხული იქნა უშუალოდ ექსპერტი და მე ვფიქრობ, ცალსახად იქნა დაანგრეული ბრალდების ხარის ვერსია იმ მიმართულებით, რომ აღნიშნული მკვლელობის ჩადენა შესაძლებელი იყო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით. გიორგი გუჩიანმა გაავრცელა განცხადება, მიმართა განცხადების პროკურორს, რომ მათ აუცილებლად გასცენ პასუხი იმ კითხვებს, რომელიც მან პროცესის დასაწყისშივე დაუცვა, მაგრამ შესავალ სიტყვაში თავი აარიდეს პროკურორებმა ამის პასუხის გაცემას და ეხლა მოითხოვა, რომ დასკვნით სიტყვაში მაინც გასცეს პასუხი. კერძოდ რა კითხვას, რომ როდის კონკრეტულად დროის რა მონაკვეთში, რომელი თვის რომელ რიცხვში დაახლოებით მაინც მოახერხა კილერმა, რომ შეისწავლა ნიკა ლომინაძის გადაადგილების მარშრუტები და დრო. დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე დაიკითხა დაცვის მხარის ექსპერტი, ბალისტიკოსი. ექსპერტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით დაცვის ბრალდების მხარე თავის პოზიციას სასამართლოს მოახსენებს დასკვნით სიტყვაში.